ნიკოლ ფაშინიანი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და ბოლო დროს TikTok-ის აქტიური მომხმარებელია დღეს ჩემი ყურადღების ცენტრში. კაცი, რომელმაც მრავალი პოლიტიკური წინაღობა გადალახა, ურთულეს გამოწვევებს გაუძლო, ომის წაგების მიუხედავად არჩევნები მოიგო და მაინც მიაღწია თავისას. სომხეთი იმ დაუსრულებელი კრიზისიდან გამოიყვანა, რომლიდან გამოყვანის მზაობაც ამ მოჯადოებული წრის ავტორს რუსეთს არასდროს ჰქონია. თუმცა ვიდრე ომის დასრულებიდან დღევანდელ დღემდე არსებულ ვითარებაზე, შიდა წინააღმდეგობების გადალახვაზე და ეგრეთ წოდებულ ტრამპის კორიდორზე ვისაუბრებ, მინდა ერთი ვიდეო გაჩვენოთ. TikTok-ერი პრემიერ-მინისტრის ვიდეო, რომელმაც ქართველებიც გვანებივრა თავისი მედია კონტენტით. ვიდრე იქნებოდა მშვიდობა, იყო რთულად გადასალახი ეტაპი. 2020 წელს, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძოდა, მოულოდნელად ყურადღების ცენტრში სომხეთ-აზერბაიჯანის ომი მოექცა. ომი, რომელიც სომხეთისთვის კარგად ნამდვილად არ დასრულებულა. დიდი სამოქალაქო თუ სამხედრო მსხვერპლი, დაკარგული ტერიტორიები და ფაქტობრივად ნელი მოქმედების ბომბი ვიხილეთ. ბომბი, რომელიც საბოლოოდ 2023 წელს აფეთქდა და მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გარეშე დატოვა. ამით დასრულდა კავკასიის თანამედროვე ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი და დაიწყო მზადება ახლისთვის, ახალი სომხეთისთვის, რომლის პრიორიტეტიც არა მოღალატე რუსეთის იმედად ბრძოლის გაგრძელება, კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავება და ფაქტობრივი უპერსპექტივობა, არამედ რეალობის დანახვა, მისი სწორად დაჭერა, მომენტუმის გამოყენება და რეალ არმენიას შექმნა გახდა. დიახ, სწორედ რეალ არმენია, ან როგორც სომხები უწოდებენ ირაკან ჰაიასთან, არის ახლა ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის ქვაკუთხედი. ქვაკუთხედი, რომელიც ყველა მეზობელთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და კურსის დასავლეთისკენ აღებას გულისხმობს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამ კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დაიწყო აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესი, ისტორიაში პირველად საკუთარი ფეხით ჩავიდა თურქეთში და პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა და რაც მთავარია, სიუნიქის კორიდორს ახალი სიცოცხლე შთაბერა. რომ არა მისი თანხმობა, ეს უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მონაკვეთი, რომელსაც ბევრი ზანგეზურის სახელით იცნობს, ვერც ვერასდროს შეიძენდა იმ მნიშვნელობას, რომელიც ახლა აქვს. ცხადია, ამ კუთხით განსაკუთრებული როლი დონალდ ტრამპმა, უпростоრად მისმა ადმინისტრაციამ ითამაშა, რომელმაც კავკასიური ქვეყნების თხოვნა ყურად იყო და ის ეკონომიკური შესაძლებლობა, რაც სიუნიქს აქვს, სწორად აღიქვა. შემდეგ იყო შეხვედრა თეთრ სახლში და სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ოფიციალურად დასრულება, რამაც ფაქტობრივად შეუქცევადი გახადა ტრამპის კორიდორის აშენების პროცესი. ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა თურქეთმა და დაიწყო სატრანსპორტო ჰაბთან დამაკავშირებელი სახმელეთო თუ სარკინიგზო გზების აგება. იგივე პროცესს იწყებენ ოფიციალური ბაქო და ერევანი. ფაშინიანის რეალური სომხეთის იდეას ცხადია მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, მათი ნაწილის არგუმენტები არც თუ გასაკვირად სრულიად ლოგიკურია, რადგან ისტორიას ვერაფერი შლის თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთის საუკუნოვანი დაპირისპირება კი ის საკითხია, რომელსაც მარტივად გვერდს ვერავინ აუვლის. თუმცა მათ პარალელურად გამოჩნდნენ რუსეთთან დაახლოებული პირები, რომელთა პრიორიტეტიც არა სომხეთის ვითარების გამოსწორება, არამედ მოჯადოებულ წრეზე სომხეთის დაბრუნება. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ბოლო 3 წლის პროტესტები, პრემიერის რეზიდენციის აღების მცდელობა, მარში ერევნისკენ და მთავრობის ტერორისტული გზით გადატრიალების დაგეგმვა შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა ფაშინიანმა ყველას და ყველაფერს გაუძლო. მეტიც, სომხეთის 60 ქულო ეკლესიასაც კი დაუპირისპირდა და მისი გავლენიანი ფიგურა მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ტერორიზმის ბრალდებით დააკავა. აღარაფერს ვამბობ პატრიარქ კათალიკოს გარეგინ მეორის მიმართ გაჟღერებულ უმძიმეს საეკლესიო ბრალდებებზე. მოკლედ, ფაშინიანი ახალი სომხეთის შენებას განაგრძობს. სომხეთის, რომელიც ახლა ერთადერთი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევას 2026 წლის არჩევნები ჰქვია. სწორედ მომავალ წელს გადაწყდება რაბედიელის ქვეყანას. გადაეშვება ისევ იმ პოლიტიკურ ცეცხლში, რომელსაც რუსეთი ყოველთვის ასხამდა ნავთს, თუ შეინარჩუნებს არსებულ კურსს და შექმნის ირაკან ჰაიასთანს რეალურ სომხეთს.